მოგესალმებით, ამ ვიდეოში ვისაუბრებ Core Networks. მოდი ჩავღმავდეთ მობილური ქსელების სამყაროს და გავიგოთ, როგორ მუშაობს ის, რომელიც ჩვენ smartphone-ებს გლობალურ ქსელთან აკავშირებს. ტრადიციულად მობილური ქსელები შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ეს გახლავთ მოხმარებლის აღჭურვილობა, ჩვენი smartphone-ები და სხვა მოწყობილობები, რადიო აღჭურვილობა, ეს არის ანტენები და საბაზო სადგურები, რომლებიც სიგნალებს გადასცემენ და იღებენ. და ძირითადი ქსელი Core Network. ეს არის ქსელის ტვინი, რომელიც მართავს და აკონტროლებს კავშირებს. მოდი გადავხედოთ, როგორ განვითარდა ეს ძირითადი ქსელი თაობების განმავლობაში. 2G Core Network-ი აქ ძირითადად მიკროსქემების გადამრთველი დომენი დომინირებდა, რომელიც ხმოვან ზარებს უზრუნველყოფდა. 4G Core Network-ი აქ უკვე პაკეტების გადამრთველი დომენი გახდა უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფდა. 5G Core Network. ეს არის უახლესი თაობა, რომელიც დაფუძნებულია ქსელის 5 ფუნდამენტურ ელემენტზე. აქ დამატებითი ელემენტი აქტიურდება და IMS-ი, ანუ IP Multimedia System, უზრუნველყოფს მულტიმედიურ სერვისებს, როგორიც არის SMS-ი, ანუ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ხმოვანი და ვიდეო ზარების განხორციელების შესაძლებლობა. მოკლედ, ყოველი ახალი თაობა მობილურ ქსელს უფრო სწრაფს, ეფექტურს და მრავალფეროვანს ხდის. მადლობა ყურადღებისთვის.